მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მედია პორტალს გოგა GGG. მე ვარ ნიცა გვერდწითელი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, სპორტ კომპლექს არინას და სილომეთის სალონ ალექსანდრეს. ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს მომღერალ ნინა წკეალაშვილთან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ იწერება ბარ-რესტორანში ლა ტრუფე, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის 4 ნომერში და თუ გსურთ გაატაროთ კარგი და სასიამოვნო დრო, აუცილებლად უნდა მოგბრძანდეთ ამ ადგილას. მოგესალმები ნინა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. როგორი განწყობა გაქვს? მოგესალმებით, დიდი სიამოვნებით ვასე ექსპრომტად მოხდით თქვენთან. განწყობა მშვენიერი და საერთოდ ზოგადად ვთილობ, რომ ძალიან მე განწყობის თეორიის და ამიტომ განწყობა როგორც არის ცხოვრებაც ისე მიდის და ვთილობ ყოველთვის ნორმალური იყოს. ძალიან კარგი, მზად ხარ დავიწყოთ ბლიც ინტერვიუ? რომ არ დავიბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი პარიზში. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ხშირად დავდივარ. ანუ მინდა რომ იყოს ევროპული საქართველო. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამოსულიყავი ჯაზ პიანისტი, მაგრამ დავიბადე ძალიან სულ დროს და ვერ დაემთხვა ჩემი სურვილები რაღაც რეალობას. ცხოვრება არ წარმომიდგენია. პრინციპში რაც არ წარმომიდგენია, მაგაზე არ ვფიქრობ ხოლმე, რაც რეალობა იქიდან გამომდინარე ვცდილობ რომ დავალაგო ყველაფერი. რაც ყველაზე მეტად მომწონს საკუთარ თავში და ერთადერთი ალბათ რაც მომწონს ეს არის რომ არ ვარ ბოროტი და ბევრად მარტივად ვცხოვრობ. რაც არ მომწონს ეს არის ზოგჯერ ვიცი დროის უაზროდ დაკარგვა, ანუ ეს 1 და 2 საათს არ შეეხება, შეიძლება ერთი კვირა არაფერი არ ვაკეთო, ჩავიკეტო სახში მარტო ჩემთვის. ბავშვობაში მეგონა რომ ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე არის რეალურად. ყველაზე მეტად მეშინია სტიქის. არც არ მეშინია სხვა მართვა, სხვა არაფერს. მინდა დამიმახსოვრონ როგორიც ვარ, პრინციპში, არაფერი სხვა. საყვარელი სუნამო ბალესიაგას ფლორა ბოტანიკა მაგალითად, ახლა ეს მაქვს ამოჩემებული და მომწონს კიდე აკვა დი პარმას სიჩილია, ეს ორი მაქვს ახლა ამოჩემებული და ორივე მითავდება და წასასვლელი ვარ ევროპაში, აქ არ იყიდება. ნინა, მაინტერესებს ხარ თუ არა ეჭვიანი? თუ ფაქტის წინაშე არ დავდექი, არ ვარ ეჭვიანი და მივხვდი რომ აზრიც არ აქვს ეჭვიანობას, იმიტომ რომ ადამიანს თუ უნდა მაინც წავა სხვასთან და რაღაცა მოვიშალო ნერვები და რატომ მოვიკლო თავი. უცნაური კერძი რაც გამისინჯავს არ მახსენდება, მე ბევრს მოგზაურობ და მიწევს ხოლმე ძალიან უცნაური კერძების გასინჯვა. ეხლა არ მახსენდება, შემოთავაზეს ბუზები, მაგრამ ვერაფრით ვერ შევჭამ, იმიტომ რომ ვიზუალურად იყო ანალოგიურ როლს შემწვარი და ვერ შევჭამდი ვერაფრით. და შემწვარი ბუზი ხო კაია. პრეზიდენტი რომ ვიყო შევცვლიდი, ღმერთმა დავიფაროს რომ პრეზიდენტი ვიყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან ბევრ ამას შევცვლიდი, თუმცა ძალიან ძნელია ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები, იმიტომ რომ საზოგადოება არ არის მზად რადიკალური სამწუხაროდ საზოგადოების 80%-ზე მეტი ალბათ არ არის რადიკალური ცვლილებისთვის მზად. წიგნი რომელიც ბოლოს წავიკითხე არის არ ვიცი, ახლა ვსწავლობ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ინგლისური ვიცი ცუდად და ინგლისურს ვსწავლობ ახლა და რაღაც პატარა ნოველები მაქვს ინგლისური და ხა იმებს ვკითხულობ, ჯლაყუნობ რაღაცას. ფრანგული ვიცი მე კარგად და ინგლისური არ ვიცი კარგად. ხა დავდივარ და პატარა ნოველებს ვკითხულობ. ბოლოს ვუთხარი რომ მიყვარს 1 წლის წინ. 1 წლის წინ კი. რა შეცვლიდი ცხოვრებაში ერთი შანსი რომ მქონდეს? ერთი შანსი რომ მქონდეს, ვისურვებდი ვიყო 25 წელს და წავიდოდი ამ ქვეყნიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში კლავ ახალგაზრდობას არავინებს არ აფასებს და ამიტომ აუცილებლად წავიდოდი. ჭორი რომელიც მოვისმინე საკუთარ თავზე, რომ ვარ ლესბიანკა. ძალიან მეცინება ამაზე, იმიტომ რომ შიშით ვერც მამაკაცთან ვერ დამიდია ფოტო და ვერც ქალთან, ლამაზ ქალთან მით უმეტეს, იმიტომ რომ მამაკაცთან ერთად თუ ვდებ აუცილებლად ჩემი რაღაც შეყვარებული თუ საქმე თუ რა ეძახიანის უნდა იყოს და თუ ლამაზი გოგონა არის ჩემთან ერთად გადაწყვეტეს რომ ლესბიანკა ვარ და რა გავაკეთო, ვამოვდი რომ აწისო ეკლესიის წინ გადავიღებ ან ხის ქვეშ ან რაღაცის ფოტოს რომ არ ვარ ლესბიანკა, ჰეტერო ვარ, რაშიც დარწმუნებული ვარ, ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ესაა. რას ნიშნავს შენთვის ბიბლია?
ბიბლია ჩემთვის არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველა ქართველმა, ასე ვიტყოდი, და მე გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მართლმადიდებლად მოინათლოს. მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ენდომება რომ მოინათლოს, ცოტა პროცენტს არ ენდომება რომ მოინათლოს. მე სხვათა შორის მისაყვედურა ჩემაშულმა რომ რატო მომნათლე მართლმადიდებლად ეგება და მე არ მინდოდა რომ მონათლულიყავი მართლმადიდებლად და მე რომ დავფიქრდი ძალიან სწორი შენიშვნა მომცა იმიტომ რომ 10 წლამდე 14 წლამდე 15 წლამდე არაფერი ტრაგედია არ არის ბავშვი იყოს რაღაცა კონკრეტული რელიგიის გარეშე წაიკითხოს რამოდენიმე და თვითონ რაც არ უნდა ჩავერიოთ უხეშად ადამიანების არჩევანში. მე ასე ვფიქრობ. როგორი მამაკაცები მოგწონს? მე მომწონს ჯერ გეტყვი, არ მომწონს სიმპათიური მამაკაცები, მომწონს აი ცოტა დანგრეული მამაკაცები. მართლა გეუბნები. აი რომ ამბობენ რომ რა ლამაზი ბიჭი, ვერ ხვდები ბიჭი როგორ შეიძლება იყოს ლამაზი. მე მომწონს მამაკაცი, რომლის მე დემოკრატ გეტყვი, აი რომლის გვერდზეც აი პატივი თუ არ ვიცი გამორიცხულია. ანუ უნდა იყოს ჩემზე ძლიერი, ანუ ძლიერი. მე აღმოჩნდა რომ ძალიან ძლიერი ვარ, რაღაც ბევრი რაღაცის გადატანა შემიძლია და აი მამაკაცი რომელიც ჩემს გვერდით არის და პატარა პრობლემამ შეიძლება პანიკაში ჩააგდოს უკვე არ შემიძლია პატივის ზომას კარგავს. რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, რა ეტაპია ახლა რომ გითხრა? არავინ არ არის, მართლა მარტო ვარ. აი რაღაც ესე გამოვიდა რა, რომ მარტო ვარ, არ ვიცი რატო. ან ძალიან პრეტენზიული გავხდი, ან კიდე უკვე მინდა ან ყველაფერი ან არაფერი რა ესე ვარ. და ადრე რაღაც დათმობებზე მივდიოდი ხოლმე და ანუ კი არ ვჩხუბობ, მაგას კი არ ნიშნავს. ანუ საკუთარ თავის უკვე ვიცი რას მოვითხოვ მამაკაცისგან და თუ არ არის ისეთი როგორიც მე მინდა, ამიტომ ჯობია რომ მარტო იყო. მაინტერესებს რა შეადარებდი სექსს? სექსს შევადარებდი სექს ვერაფერს ვერ შევადარებდი. სექსი არის სექსი, კარგი სექსი არის, კარგი სექსი და ვიტყოდი რომ კარგია რომ როგორ გითხრა სწორად. ყველა მიცოდეს ბოლომდე როგორ იკაიფოს სექსით. აი ეს კარგი იქნებოდა. სექსთან კონდიცი ადამიანთან მართლა გულწრფელად ვამბობ, ვინც შენთვის არის ძვირფასი, მოგწონს, გიყვარს, უფრთხილდები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი უნდა ჩადო ამ ყველაფერში, რომ დასანანია, რომ ერთჯერადი ტიპისთვის გაიმეტო ეს ყველაფერი. სექსის გამო არავინ არ უნდა გათხოვდეს, იმიტომ რომ ეს არის ტრაგედია. მე ალბათ სექსის გამო გავთხოვდი პირველად 17 წლის ასაკში და შედეგები გვაქვს ხო განვლილი ცხოვრებიდან. მაინტერესებს შენი აზრით აქვს თუ არა ქართველებს სექსის დეფიციტი? იცით რა ეს ერთი შეხედვით თითქოს ესე ლაპარაკობენ, მაგრამ დღეს რომ ვუყურებ, საერთოდ არავის არ აქვს სექსის დეფიციტი, მით უმეტეს ახალთაობას რომ ვუყურებ. ძალიან ეჭვმება. ყოველ შემთხვევაში თბილისში ასე ვფიქრობ, რომ არ არის სექსის დეფიციტი. სექსის დეფიციტი ალბათ უფრო არის ჩემი ასაკის ადამიანში, გეტყვი რატო ეხა. პატარები არ ფიქრობენ იმდენს, რომ ვისთან ჰქონდეთ სექსი რაღაცა, მოუნდათ სექსი წავიდნენ გოგოების, ბიჭების, რაღაც უმეტესობა ესე არის. ეხა ჩვენ გვინდა არ გვინდა ესე, ჩემს შვილის თაობას რო უყურებ, მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ჩემ თაობაში კიდე და რა თქმა უნდა, პატარებში ცოტა პროცენტი არიან ესენი, ყველაზე არ ვამბობ, უფრო მეტად ფიქრობენ, ანუ მე ჩემ მეგობრებს, ჩემ თავის ადამიანებს სექსი აქვს გამომდინარე ურთიერთობებიდან. თუ ურთიერთობა არ არის, ხა იქ ბუნებრივია, სექსიც არ არის და პატარები ბევრად მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს რა და არ ვიცი. მე თუ ურთიერთობა არ მაქვს, არ მართლა გულწრფელად ვამბობ, ხა ეს ძალიან ინტიმური თემაა, მაგრამ არა, უნდა თითქმის მიიყვარდეს რომ მქონდეს ადამიანთან სექსი. ესე არ შემიძლია. ნინა, გვეხლოდება ასევე ახალი წელი 2016 წელი. მაინტერესებს თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ოჯახში და ზოგადად შეგიძლია მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს ახალი წლის დადგომა. გვეხლოდება მართალი ხარ და 2016 წელი და რაც შეეხება სახალხო ტრადიციას ბოლო 14 თუ 14-13 წელია ჩემ ტრადიციასავით არის უკვე რომ არასდროს სახლში არ ვარ და კონცერტი მოვსულ. დიდი იმედი მაქვს რომ წელსაც არ დაირღვევა ეს ტრადიცია და კიდე გარეთ შევხვდები და ტრადიცია ოჯახში არის კიდე ის რომ ჩემი და ჩემი შვილის ოჯახში არასდროს არ გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული სახალხო საჭმელებით. თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ გოზინაყი მე გავაკეთო სახლში.
მე მინდა 2016 წელი იყოს პირველ რიგში მშვიდობის წელი. ძალიან მინდა რომ ამ ბოლო დროს ხალხი ძალიან დამძიმებული მეჩვენება და მართლა გულწრფელად მინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი. გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს და ბარაქას. გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას პირად ცხოვრებაში და ასევე კარიერაში. მადლობა. გაიხარით, დიდი მადლობა.